Aprilიდან 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი, მათი პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გაფრქვევის შემცირება ჰაერში და ამ რეგულაციის გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ შემდეგ სტუმართან. ნია გიუაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტი გვერდდება. მოგესალმებით, ქალბატონი ნია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს არაერთხელ აღინიშნა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია ბოლოდროინდელ ინიციატივასთან. პირველ რიგში კითხავთ, დაბინძურების მაჩვენებელში რა წილი მოდის ავტომანქანების გამონაბოლქვზე და რამდენად უფრო მწვავეა მისი გავლენა ჰაერზე, ვიდრე მაგალითად ეს გავლენა აქვს შეიძლება ჰქონდეს სამრეწველო გამონაბოლქვს. ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისათვის ვისაუბროთ ამ თემაზე, ჯანმრთელობისათვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი გახლავთ. სატრანსპორტო ემისიების წილი განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში პრაქტიკულად ორჯერ აჭარბებს სამრეწველო ემისიებს და სწორედ ამითი არის გამოწვეული განსაკუთრებული მნიშვნელობა სატრანსპორტო ემისიების შემცირებისა. ეს განსაკუთრებით მწვავე არის ქალაქ თბილისისათვის, სადაც მოსახლეობის პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მოსახლეობის 35%-მდე ცხოვრობს და შესაბამისად დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე სწორედ თბილისში გვაქვს. ქალბატონია, როგორც ვიცით, ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის მდგომარეობაზე ვიცით, რომ შეიძლება არ გამოვლინდეს დღეს და უცებ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს მავნე გავლენა. აი ამ ხრივ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ თბილისში არის რთული სურათი, აი ჯანმრთელობაზე ადამიანებზე გავლენა როგორია და რა ჯგუფები არიან ყველაზე მეტად რისკის ქვეშ? დიახ, ჰაერის დაბინძურება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ისეთი დიდი მკვლელები, როგორიც არის გულსისდავრთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები და დიაბეტის განვითარება სწორედ ჰაერის დაბინძურებასთან არის დაკავშირებული. ამ დაავადებების ტვირთი საქართველოში საკმაოდ მაღალია და ის პირდაპირ უკავშირდება მათ შორის ჰაერის დაბინძურების არსებულ ტენდენციებს. შესაბამისად, ამ დაავადებების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი ტვირთის შემცირება, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სატრანსპორტო გამონაბოლქვის შემცირება, ამ ემისიების შემცირება, მისი კონტროლირება და რეგულირება ისეთივე მეთოდებით, როგორც ამას ევროპის განვითარებული და სხვა განვითარებული ქვეყნები ახდენენ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, როგორ არის შესაძლებელი შემცირება ავადობის ტვირთისა, შემცირება მათ შორის ეკონომიკური ხარჯებისა დაკავშირებული ამ დაავადებებთან, სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით. რომელი ქვეყნების არის ეს გამოცდილება? თავარი რეკომენდაცია. რომელი ქვეყნების არის ეს გამოცდილება? პირველ რიგში ევროპის განვითარებული ქვეყნები 2000-დან 2025 წლის ჩათვლით ევროკავშირში შემავალ 27 ქვეყანაში 45%-ით იქნა შემცირებული ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი, მხოლოდ 2008-2019 წლებში 22%-ით შემცირდა გამონაბოლქვების რაოდენობა საერთო, მათ შორის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო გამონაბოლქვისაც, რამაც მოიტანა სწორედ ასეთი გაუმჯობესებული ჯანმრთელობის შედეგები და დღეისთვის ევროკავშირში მოსახლეობის მხოლოდ 1% ცხოვრობს ისეთ არეალებში, სადაც ყველაზე უფრო მავნე ნაწილაკებით, მყარი ნაწილაკებით PM2 და 5-ით დაბინძურება აღწევს და აჭარბებს ზღვრულად დაშვებულ ნორმას ევროდირექტივით განსაზღვრავს. ქალბატონია, რა დროს ჭირდება იმას, რომ აი ასეთი ტიპის რეგულაციები და აი ამ ნაბიჯებით ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს?
როგორც აღნიშნე, ეს პროცესი ხანგრძლივია, ის არ გახლავთ ხანმოკლე პროცესი. 5-10 წლის განმავლობაში ტენდენციები უკვე გამოკვეთილი უნდა იყოს და ის ხელშესახები იყოს ჯანმრთელობის სტატისტიკის მონაცემების მიხედვით და ამას ხელს უწყობს სხვა ფაქტორები, საერთოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პარალელურ რეჟიმში, თუმცა ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ვინაიდან სპეციფიკა გვაქვს ასეთი ჰაერის დაბინძურებისა საქართველოში, რომელიც სწორედ სატრანსპორტო დაბინძურებას უკავშირდება, აი ამ დროში უკვე უნდა გქონდეს შედეგები, რომელსაც კვლევები დაადასტურებს შესაბამისი, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოხდა. თქვენ გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი ჰაერის ხარისხი შეზღუდვების პირობებში COVID-19 პანდემიის, ანუ არა ამ მეთოდით, არამედ იმ რეგულაციებით, რომელიც არის ცნობილი, ზოგადად გამოცდილი, რაც მოგცემს რეალურ ასახვას, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ჯანმრთელობის სტატისტიკის მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის კითხვას პირდაპირ ეთერში პასუხობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ნია გიუაშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით